პალესტინაში ისრაელთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ სჯელობენ. მოლაპარაკებებში შუამავლის როლს შეერთებული შტატები ასრულებს. პალესტინის მმართველი პარტია ფათაჰი და პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის ხელმძღვანელობით ქალაქ რამალახში შეიკრიბნენ. ორივე კომიტეტმა ისრაელთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების სურვილი გამოთქვა. შაბათს საღამოს აბასი ამ კვირაში უკვე მეორეჯერ შეერთებული შტატების წარმომადგენელს ჯორჯ მიჩელს შეხვდება და სავარაუდოდ ისინი მოლაპარაკებების დაწყების თარიღზე შეთანხმდებიან. მანამდე კი პალესტინის პრეზიდენტს ქვეყნის მთავარი ორგანიზაციების მხრიდან თანხმობა სჭირდებოდა. მიჩელი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ბარაკ ობამას ოფიციალური წარმომადგენელია, უკვე მეოთხე თვეა, რაც ისრაელსა და პალესტინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოებაში მედიატორის როლის შესრულებას ცდილობს. პალესტინასა და ისრაელს შორის კონფლიქტი იერუსალიმის ტერიტორიის გამო დაიწყო. ისრაელის პრემიერ-მინისტრი დაჟინებით აცხადებს, რომ არ აპირებს იერუსალიმის დათმობას და იორდანეს სანაპიროზე ებრაელებისთვის სახლების მშენებლობას განაგრძობს. პალესტინა თავის მხრივ ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებს, თუ ქვეყანა დასავლეთ სანაპიროზე მშენებლობას არ შეწყვეტს. ამასთან ერთად პალესტინურმა სამხედრო დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც ღაზას ტერიტორიაზე კონტროლს ამყარებს, განაცხადა, რომ ისრაელი მოლაპარაკებებს თავისი ფარული გეგმებისა და პროექტების შესანიღბად გამოიყენებს. ჰამასმა ღაზას სექტორზე კონტროლის 3 წლის წინ დაამყარა. თავის მხრივ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ჩიშობს, რომ სამხედრო დაჯგუფება იორდანეს სანაპიროზე დამატებით პრობლემებს შექმნის.